პეჭითანავა, ჟურნალისტი და სოციალური ანთროპოლოგი და მე მოგიყვებით როგორ იყო არტ-თერაპია კარანტინის პერიოდში. კარანტინის პერიოდში დავიწყე პლასტელინისაგან ფიგურების ძერწვა. ეს ფიგურები შემდეგ მოვათავსე რაღაც ურბანულ გარემოში, სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა კონტექსტში და ვცდილობდი რომ შემექმნა პერსონაჟები. უბრალოდ ეს პერსონაჟებიც არსებობენ ჩვენს გარშემო და აი სწორ სივრცეში მათი გაყვანით, ესე ვთქვათ, მოთავსებით, მინდოდა აღმეწერა ალბათ, ან გამომეხადა ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ. ძალიან დამეხმარა ეს პროცესი და აღმოაჩინე სულიად შემთხვევით, რომ შემეძლო ასეთ რამების კეთება. ბავშვობაში კი ხატვა მიყვარდა და ხატავდი ხოლმე და ყველა ჩემი საკლასურული აჭრილებული იყო. რაც სხვადასხვა ფიგურებით, ქალების სახეებით, მაგრამ მე ესე ვთქვათ შევწყვიტე და ეს რაღაცა კრეატიული მუხტი, ლექსების წერას თუ არ ჩავხდასვე სასკოლო პერიოდში, რაღაცა გაქრა. შემდეგ კარანტინის პერიოდში აღმოჩნდეს მარტოები და ჩაკეტილები და თითქოს რაღაცა ამ სამუშაო მაინც მქონდა, მუშაობდი, მაგრამ რაღაცა გაიხსნა ახალი სივრცე თითქოს ფიქრისთვის და დაკვირვებისთვის და რაღაც სახლის კეთებისთვის. ერთი ფიგურა მახსოვს გავაკეთე პირველი, ბებო უყურებს ესე იგი კარანტინის დროს ნიუსებს, უბრალოდ ნიუსების ნაცვლად იმდენ მობეზრდა და დაისტრესა ნიუსებით, რომ გადაწყვიტა მულტფილმებს უყუროს ტომ ენდ ჯერის და აი ასე ეს იყო პირველი, ესე ვთქვათ, საკმაოდ ისეთი ჯერ კიდევ არა დახვეწილი ფიგურა, მაგრამ რო შევხედე მომეწონა ვირასაყვარელია თქო და ეს თქო გავაგრძელე და დაგროვდა ეს ფიგურები, გაიზარდა მათი რაოდენობა, ზოგი არის რაღაც ესეთი წყვილი ჩეუქმენი ანო და ვანო, მოხუცი წყვილი, რომელსაც ძალიან უყვარს ერთმანეთი რომანტიკულ ვახშმებს აწყობენ, სასეირნოდ მიდიან, იქ ვიღაცა თოკით კოვიდის პერიოდში არის და ცდილობს რომ ტანსაცმლის მაღაზია გაიტანოს და ესე ვთქვათ მოიფაროს ტანსაცმელი, თუ რა ტანსაცმლის გარეშე დარჩა, მემაწვნე ბებო, რომელიც ყიდის მაწონს იტალიურ ეზოში და ასე შემდეგ. ძალიან ისეთი მრავალფეროვანი გმირების, ასე ვთქვათ, სერია შეიქმნა. რაღაცა მეზობელი, რომელსაც ეზარება მაღაზიაში ფეხით გასულა და ამიტომ მაგდროსაც მანქანით მიდის და ვიღაცა მებაღი არის, ვიღაცა ქუჩის მუსიკოსი, რაღაცა სოციალური თემები, რაღაცა კულტურული თემები, ეს ყველაფერი იკვეთება. რაც თავარია, ეს ფიგურები, აი ახლა მაგიდაზე რო აწყვია, პრინციპში არ აქვს ესეთი მნიშვნელობა და ფოტოს ამ შემთხვევაში და აი ურბანულ სივრცეს და აი კონტექსტს, სადაც არის მოთავსებული, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ესე იგი, წვიმდა ძალიან და გავიხედე, გამახსენდა ერთ-ერთი ფოტო სტიმაკურის, როცა აი ისე კისრამდე წყალში არიან, რაღაცა ის არის მოსუნი არის ინდოეთში და უცბად აი ამ ასოციაციით გავაკეთე პატარა ბიჭი, რომელიც ნავში ზის და სადღაც დიდუბის ტრასაზე, ეს თქო გუბეში ჩავსვი და ისეთი ასოციაცია თქო მდინარეში მიცურავს. ანუ აი ამას აქვს მნიშვნელობა, თორე თქვათ ეხლა ეს დადო რაღაცა მაგიდაზე ესე კონტექსტიდან ამოვარდნილ სივრცეში ამ თავის მნიშვნელობას დაკარგავს. ეს არის რაღაც ესეთი ურბანული არт-პროექტი, თუ შეიძლება ეს ხმამაღალი ნათქვამი არის ცოტა. ყოველში ამით ვერთობი სიამოვნებას მანიჭებს, საბოლოოდ შევქმენი Facebook და Instagram გვერდი, გულივერები, ესე ქვიათ. და ვაპირებ კი არა, ვაგრძელებ კიდევაც კარანტინის შემდეგ. კოვიდის პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ აი როცა გამოვედით ამ კარანტინიდან და ყველა უზიარებთ ერთმანეთს ვინ რა გააკეთა, ზოგმა ბევრი წიგნი წაიკითხა, ზოგი მუშაობდა და მაინც არაფრისთვის დრო არ ჰქონდა და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს უზიარებთ ერთმანეთს. რომ გითხრა რომ მსოფლიო რაღაცა ლიტერატურა თავიდან წავეკითხებთ კი არა, ნუ რაღაცა ზომიერად იყო რაღაცა რთული პერიოდიც, როცა საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებ, ვერ უყურებ, ემოციურად დასტრესილი გარ ძალიან მაღალი არის აი შფოთვა და აი შფოთვასთან გამკლავება რაღაცა სიმშვიდის მომგვრელი იყო, როცა რაღაცას ქმნი. ანუ ერთი არის როცა იღებ რაღაცას ისრუტავ შენ გარემოსგან ინფორმაციას, იღებ ამუშავებ, მაგრამ აი სულ სხვა არის, როცა შენ თვითონ რაღაცას ქმნით. თითქოს უნიშნელო იყო, თითქოს არ იყო ესეთი დახვეწილი, მაგრამ აი ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ალბათ აი სიამოვნება, რომელსაც იღებ ამ დროს ის არის შეუდარებელია. ყოველთვის სადაც აი ეს შემოქმედებითი ელემენტი არის, ეს რაღაცა კრეატიული პროცესი, რაც არ უნდა იყოს რთული, ხო, ბოლოს არის ძალიან დიდი სიამოვნება და რა თქმა უნდა თერაპიული მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს.
და ხო, როცა იმ მეგობრებს შეუძლოთ რა გავაკეთეთ, ალბათ კარგი რაც მახსენდება ამ პერიოდში, რაც გავაკეთე, ეს არის თუ დავიწყე რაღაცა ეს ახალი რამ, რაც მიტაცებს და ჯერჯერობით ვცდილობ გავაგრძელო. ნახოთ. ასეთი იყო ჩემი არტ-თერაპია კარანტინის დროს.